პარლამენტის საგამოძიებო კომისია და გიორგი გახარიას მხილების სხდომა. გახარიას გუშინ რამდენიმე კითხვის შემდეგ აღიარებინეს, რომ გადადგომამდე ელჩებს შეხვდა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ნიკამელიას დაკავება გახარიამ დიპლომატების მოთხოვნის შემდეგ გადაიფიქრა. ჯერ ვერ გაიხსენა საერთოდ შეხვდა თუ არა ელჩებს, მე თქვა რომ შეხვდა ელჩებს, მე დააკონკრეტა რომ შეხვდა ამერიკის ელჩს, მე ვერ გაიხსენა მათ მელიაზე ელაპარაკა თუ არა, მე გაიხსენა რომ ელაპარაკა მელიაზე, მე ისიც გაიხსენა რომ თითქოს უთხრა რომ აღასრულე სამართალიო და ანუ დაკავებისკენ მოუწოდა და ამ დროს მის გადადგომამდე ნახევარი საათით ადრე უბრალოდ ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის მიუთითებდა რომ მოწოდების მიუხედავად უკან გადადგმულ ნაბიჯთან ჰქონდა საქმე. იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გუშინ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ საკუთარ პროფესიაზე თქვა კაცმა უარი. ეს არის ერთი მხრივ აგენტის და მეორე მხრივ დაბიო თაღლითები რომ არიან ხოლმე. ოღონდ იმ წუთას მოიტყუონ და მეორე წუთში რა დახვდება, წინ მნიშვნელობა არა აქვს. აი ამისი კლასიკური მაგალითი ვნახეთ გუშინ, აი თაღლითის თვისება ხო ეს არის, რომ იმ წუთში მოიტყუება, აი იმ წამსვე მოიტყუება და მეორე წუთში რა დახვდება, წინ აღარ აქვს მნიშვნელობა, ის ვერც ათვისნობიერებს, იმ წუთში რო იტყუება. წუთში ადამიანი ამბობდა ორ ტყუილს, მათ შორის საელჩოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მისგან ბევრი ჭორმართალიც, ჭორაობაც, ტყუილმართალიც, მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც იყო, სწორედ თუ კი ვინმე ან რამეზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, როდესაც საუბრობს უხილავ ხელზე, უხილავ უჩინარ ადამიანზე, სწორედ აი ეს მოვისმინეთ მისგან, რომ ბოლო-ბოლო რომ იყვნენ უცხოური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მასზე და მის გადაწყვეტილების მიღებაზე. ანუ იგი მოქმედებდა არა იმით, რაც თქვათ რა გადაწყვეტილებაც მიიღეს შიგნით, გუნდმა, პარლამენტმა და ასე შემდეგ, არამედ უცხო ქვეყნის გავლენით და უცხო ქვეყნის დაკვეთით. კონტექსტი აქ მნიშვნელოვანი, ეს არის რამდენიმე თვით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან და ლოგიკურია ეს ყველაფერი გამიზნული და გათვლილი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალური ზიანი მიეღო ხელისუფლებას და მით უმეტეს საზოგადოებამაც ნახა რა მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სააკაშვილის დაბრუნება იმ უკანონო ფორმით როგორც მოხდა და მცდელობა რომ ეს აზრითებულიყო საზოგადოებრივი ნეგატიური პროცესები. თქვენ იქ მოისმინეთ, რომ იმ ჩემს კითხვაზე შეურაცხყოფილად კი მიპასუხა, რომ ხო, აბა რა გააჭირეს საქმე, დასაჭერია და უნდა დავიჭიროთ. და მეორე დილას გადადგა. მიზეზი გაუგებარია. და რაღაც სიგიჟეებს ყვებოდა თურმე რაღაცა ვითომ პოლიცსაბჭო ვერში რა პოლიცსაბჭო გაფართოებული პოლიცსაბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო თავის მიერ მოთხოვნილ თემაზე რომ მოგვეხსნა მანდატი და სტატუსი ვერ გააკეთა მხდალი და მშიშარა მე როგორც გაირკვა თურმე იმ ჩვენს მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა რაც თხოვდა მხარდაჭერას იმასა და იმ თავის გადადგომას შორის თურმე ელჩთან ქონია კომუნიკაცია და იქ არ ვიცი დააშინეს თუ რა უთხრეს როგორ და შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო გონია რომ ხთალი გადაწყვეტილება იყო თვითმმართველობის გახარიას მოსმენა ძირითადად იყო რომ არ მახსოვს აღმოჩნდა რომ პრემიერ-მინისტრს საერთოდ არ ახსოვს რა ხდებოდა ქვეყანაში თუმცა ბევრი რაღაცის გახსენება მაინც მოუწია და მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ როგორ შეხვდა გადადგომის წინა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან სრულიად სხვა რამე გამოიკვეთა, რომ მოთხოვნა იქნებოდა ყველა შემთხვევაში, რომ ხელი არ ახლოთ ამ ადამიანს, ეს ადამიანი ამის დაჭერა არ გაბედოთ და სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პოზიცია, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია იყო კატეგორიულად განსხვავებული, ის გადადგა თანამდებობიდან გადადგა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით ჩამოშლიდა სახელმწიფოს, რაც არ მოხდა, გადადგა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ასეთი დავალება მისცეს ზუსტად იმ ელჩებმა, რომელთა ნათქვამზე სტადიოდა.